სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით თბილისში, ისნის რაიონში, ვაზისუბანში დღეს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი იკურთხა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 19 დეკემბერს ნიკოლოზობას დღესასწაულობს. ახალ აშენებული ტაძარი ვაზისუბნის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში მდებარეობს. ღვთისმსახურება წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა აღასრულა. თანამსახურებდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დეკანოზი იოანე გორელიშვილი, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გურამ გურამიშვილი და სხვა სასულიერო პირები. ტაძრის კურთხევის დასრულების შემდეგ სადღესასწაულო წირვა აღევლინა. აქ შეკრებილი სასულიერო და საერო პირები სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს ულოცავდნენ. მე მინდა მთელ საქართველოს მიულოცო წმინდა ნიკოლოზის დღესასწაული, მართლაც განსაკუთრებული წმინდანია, განსაკუთრებული პატივდებული და უდიდესი სიყვარულით სარგებლობს თითოეულ ჩვენთაგანის გულში და შევთხოვ წმინდა ნიკოლოზს, რომ შეეწიოს მთელ საქართველოს და მიმართოს დღეგრძელობა და ღვთისწყალობა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ამინ. დაახლოებით 1 წლის წინ მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით გადაწყდა, რომ აშენებული იყო პატარა ტაძარი წმინდა ნიკოლოზის სახელზე. მის მოუწმინდესობა მოგცა კურთხევა. დაახლოებით 1 წელი დაგვრჩით ამ ტაძრის მშენებლობას. მთელმა მრევლმა სამრევლომ მიიღო მონაწილეობა. ყველამ, ასე ვთქვათ, თითო აგური დადო ამ წმინდა ტაძრის აშენებაში. გილოცავთ ნიკოლოზობის დღესასწაულს. ეს მართლაც დიდი წმინდანი გახლავთ, რომელიც უამრავ ქვეყანაში და ყველა ადგილობრივ ეკლესიაში სარგებლობს უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით. წმინდა ნიკოლოზის სახელი უკდავყოფილი არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ ეკლესიის გარეთაც. თქვენ მოგეხსენებათ, რომ სანტა კლაუსი სწორედ მის სახელთან არის ასოცირებული და დაკავშირებული და როდესაც წმინდა ნიკოლოზი აღასრულებდა კეთილსაქმეებს, ქველმოქმედებას გასცემდა და საჩუქრებს არიგებდა, განსაკუთრებით კი დღესასწაულებში. ეს ტრადიცია შენარჩუნებული არის დღეს ერშიც და საზოგადოების ნაწილი, რომელიც ეკლესიურად შეიძლება არც ცხოვრობდეს, მაინც მიუხედავად ამისა და შეიძლება სხვა რელიგიის წარმომადგენელიც კი იყოს, მიუხედავად ამისა, მაინც ამ ტრადიციას აგრძელებენ ისინი და როგორც წმინდა ნიკოლოზი გასცემდა ქველმოქმედებას და ხალხს ახარებდა, სწორედ ამ ტრადიციას აგრძელებენ ისინიც და შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ ხდება ხოლმე საჩუქრების დარიგება, ქველმოქმედების საქმეების აღსრულება, რასაც სანტა კლაუსთან აკავშირებენ და ეს დღესასწაული კიდევ მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმითაც, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია მეორის ლოცვა კურთხევით და გადაწყვეტილებით წმინდა ნიკოლოზი გამოირჩა საქართველოს ეკლესიის მფარველ წმინდანად და სწორედ მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით მოხდა ამავე ტაძრის აღშენებაც წმინდა ნიკოლოზის სახელზე. ჩვენ დღესასწაულობთ, ეს ტაძარი შეიძენს დიდ მნიშვნელობას. პირველი 40 დღის განმავლობაში აქ იქნება აღსრულებული მუდმივი წირვები, ხოლო შემდგომში უკვე დღესასწაულებზე ხამისთავის მსახურებები იქნება ხოლმე აღვლენილი ღვთის სადიდებლად და ჩვენი ქვეყნის თლიანობისა და მშვიდობისათვის. მთელი გულდასრულით მოგილოცავთ მთელ მართლმადიდებლურ სამყაროს წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულს. დღეს მოვედით მთელი ოჯახით, ვეზიარეთ, მადლობა უფალს. ჩვენ ტაძრის ეზოში ულამაზესი პატარა წმინდა ნიკოლოზის ტაძარი გაიხსნა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მთელი გულდასრულით გილოცავთ მთელ ერთს და დღეგრძელობა და წყალობა ქონდეს ყველას. სრულიად საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს წმინდა ნიკოლოზის ძალამადლი ეწეოდეს ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს უძვირფასეს პატრიარქს, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, მრავალჟამერ მის სიცოცხლეს, ულოცავ სრულიად საქართველოს მოსახლეობას, ძალიან ძვირფასი და ძალიან დიდებული დღე არის. შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით ვაზისუბანში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო. ტაძრის საძირკველი 2024 წლის 28 ივლისს იკურთხა. ღვთისმსახურება წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა აღასრულა. ტაძრის არქიტექტორი აც გარდაცვლილი რევას ჯანაშია.